ეს არ მახსოვდა რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში რომ 5-4 დამთავრდა ამათი თამაში ეს არ მახსოვდა. რა ხსოვდა შენ? ვის თამაში? საფრანგეთის ესპანეთ 5-4 რომ დამთავრდა ერთა ლიგაზე? ამას წინათ თქვა ესე, მე ერთა ლიგა არ მინახავს საერთოდ. არ მახსოვდა ეს. მაგარი მახატია. 4-0 სუგებდა. ერთა ლიგაზე მირასირა. 4-0 სუგებდა ოღონდ საფრანგეთის ესპანეთი, მე ერთი გაიტანა საფრანგეთთან, მე კიდე ესპანეთი 5-1 იგებდა ესპანეთი და მე 5-2, 5-3, 5-4. და კიდე დრო იყო შეიძლება რომ გაეთანაბრებინათ. ხალხს ეგრე რომ მორჩეს. 5-4 რომ დამთავრდეს რა მაგარი იქნება. არა, რანაირად იქნება მაგარი, ხა გამახსენდა. რა 5-4 ბოლოს 0-0 გაიწულოს. მბაპეს 4 გოლი. ვინი მოტყნა შეჩემა ტიპმა ერთადერთი ვისი გაწურვაც მინდა არის რომ შემდეგი ჩემპიონატის წინ მესი ისევ იყოს ვალდურის ბომბარდირი. მეტი არაფერ მინდა რომ შემდეგ ჩემპიონატზე გადაასწროს მბაპემ. ამ ჩემპიონატზე ნუ მოხდებათო ესო კარიერას დაამთავრებს ეხლა და სანაკრებოს და ეს რომ ისე პირველზე იყოს მაინც ვალდურის ბომბარდირებში ეგ ნუ მოხდება. ხო შეიძლება რომ შემდეგ ჩემპიონატზე გადაასწროს. 4 წელი ვაცადოს რა და გეყოთ. ამდენი წარმატება არგენტინას გეყოთ ახლა. რა გვეყო 4 წელი გვაცადოს თუ მეტი აფერ არ მინდა რა. იმ 4 წელიწადში რა ხდება კაცმა არ იცის მე რა ტრავმა გქონდეს სოფლიო ჩემპიონატზე მაგას წურავ შენ. მე გაიწურება კაცო მე გეუბნები. ჯერ ეს გაიწუროს რომ შემდეგი 4 წელი მაინც მესი იყოს არაფერი არ გაიწუროს კაცო. ახე რა ანა ბუზარია. რა გინდა შეჩემო რა შეარგე 40 წლის კაცს. კაი შევარგებ კაცო მაგრამ ნუ რამდენი ხანი შეიძლება უმძღოსობას უყო მე მახსოვს 10 წლის წინ თუ დაახლოებით 10-9 წლის წინ იყო. ის უფრო უმძღოსობა მითხრა. ო. ახლა ეს დამთავრდებაო ესეც რა მალე რა დარჩაო. მესიზე. ნუ მაშინ წარმოუდგენელი იყო მესი და ოდესმე დამთავრდებოდა რა ისეთ ხოძზე იყო. დამთავრდება ახლა რამდენი ხანი შეიძლება. და მეთქი ვა დამთავრდება მესი კარგად მენიშნა რა მეთქი დამთავრდება. რაღაც პერიოდი მართლა დამთავრებული მეგონა. იმიტომ რომ მე ბარსელონასაც ჩავარდნა ქონდა, კლასიკოებში ძალიან დიდი ხანი გოლი ვერ გაქონდა. აი ძალიან დიდი მშრალი სერია ქონდა. და პარის სენ-ჟერმენში რო გადავიდა და იქაც რო პირველი სეზონი ძალიან ჩაუვარდა, მეთქი ნელ-ნელა წავიდა ეს კაცი. მაგრამ აი ეს არის ცხოვრება. მოულოდნელობით არის ახსავს. ადგა შენი მესი მაგის მერე რომ დამთავრებული რომ ეგონა მოიგო სოფლიო ჩემპიონატი და 900 გოლი გაიტანა ამ სოფლიო ხომ მიდის ხოლმე ლაპარაკი იმაზე და 31 წლის ასაკში დაიწყო ხო მესი მათ სადიდან დაიწყო რა 32 წლის მერე მოიგო ნაკრებში ყველაფერი. იმიტომ რომ საკლუბო დონეზე პარის სენ-ჟერმენი იყო მისთვის უკვე მორჩა რა გაიწია გვერდით რა და ხა MLS-ი მით უმეტეს ის არის რა ანუ საერთოდ ეზოში თამაშობს ფეხბურთს ხა მისი გაქანების ფეხბურთელი MLS-ში და მოვიდა სოფლიო ჩემპიონატი ისე ბომბარდირია შეჩემა ანუ სიგიჟია რა. აუც ყველაზე მეტი გოლი კარიერაში სოფლიო ჩემპიონატზე ეხლა რო გაიტანა მე-6-ზე 2010 წელს როცა ის იყო ოქროსბურთი მოიგო გოლი ვერ შეაგდო. ის იყო გადაობა ის რო იყო სია რო იყო რომ 21 გოლი მესი 20 მბაპე 16 კლოზე 16 კლოზე 15 რონალდო და 15 მესი 35 წლის მერე. ну типа 35 წლის მერე რო გახდა გაიტანა 15 გოლი სოფლიო ჩემპიონატზე. და პენალტის დარტყმა რო იცოდეს. ბევრად მეც გაიტანა. რამდენი გააფუჭა 3 ამ ბოლო 2-ზე 3 ხო. ბოლო ჩემპიონატი. ხო. მაგრამ ეგეც ხო არ არის გარანტია ხარ რომ გაეტანა ის პენალტი კაცმა არის მე რომ თამაშდება რა შეიძლება. ხო არა ბოზა. ავსტრიასთან მაგალითად. არის ის პენალტის დარტყმა. თავითაც ვერ თამაშობს კარგად ახლა და ჩემი აზრით მარჯვენა ფეხით ხეთ ყოლა აქვს და ჟალგირის უნდა და ეგეთ ფეხბურთელი მინახავს იმდენი ისტორიაში ახლა არ ვიცი